როგორ მიმდინარეობს ფოთში დასაქმების ცენტრების მუშაობა დღეს სამუშაო პროცესს ფოთში დასაქმების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ რამიშვილი თავად გაეცნო იგი დღეს დასაქმების აგენტებსაც შეხვდა და დასაქმების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობასაც მიეწოდა. ფოთში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ჩავიდა ნიკა რამიშვილი კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრის ქსელის მუშაობას პირადად გაეცნო. ცენტრი ფოთში 2010 წელს გაიხსნა. უკვე დარეგისტრირებულია 3000-მდე მოქალაქე. დასაქმებულია 1065 ადამიანი, ხოლო პროფესიული გადამზადება 700-მდე სამუშაოს მაძიებელმა მიიღო. დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შემდეგ ფოთის კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრის სააგენტო სტატუსს მიიღებს და მუშაობას კიდევ უფრო ინტენსიურად განაგრძობს. გაფორმდება სპეციალური მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. სამუშაოს მაძიებლები ყოველდღიურად შეძლებენ დარეგისტრირებას და სააგენტოს მეშვეობით დამსაქმებლებთან კავშირის დამყარებას. სურვილის მიხედვით მოხდება მათი გადამზადებაც. ფოთში ეს შეგვეწყვეტ დასაქმების სააგენტოს, რომელიც იქნება და ჩვენი სამინისტრო პოლიტიკის გამტარებელი ამ რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე სააგენტოების ფუნქციონირებაში არის ის, რომ მას მერე რაც ანკეტირება მორჩება და ძალიან დიდი ბაზა გვექნება სამუშაოს მაძიებელთან, აგრეთვე დავაკავშიროთ ეს ბაზები დამსაქმებელსაც, რომ ინფორმაციის გადინება ერთმანეთთან დაკავშირება მოხდეს ძალიან მარტივად და მერე უკვე თითოეულ ჩვენ მოქალაქეს შეიძლება ადგილზე მოვიდეს, ადგილზე მიიღოს მომსახურება. ეს ცენტრები ემსახურება მოსახლეობის დასაქმებას და ეხება ყველა ადამიანს, ვისაც დასაქმების სურვილი აქვს და თავის თავს აქტიურ დასაქმების სამუშაოს მაძიებელად თვლის. ანუ გადადგმული აქვს რაღაც ნაბიჯები იმისთვის, რომ სამუშაო მოწესრიგოს. ჩვენ სახლში არავის არ ვაკითხავ და არ მოყავს ძალით. ეს არის ადამიანის ნებაყოფლობითი სურვილი, მოდის რეგისტრირდება და ჩვენ მომსახურებას ვუწევთ. დასაქმების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დღეს დასაქმების აგენტებსაც შეხვდა. სამუშაოს მაძიებელთა ბაზის შექმნა ამ დროისთვის საქართველოს 25 ქალაქში, მათ შორის ფოთშიც მიმდინარეობს. ნიკა რამიშვილი ანკეტირების პროცესსაც გაეცნო. რო შევდივართ ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ სოციალური აგენტები, ისინი გვეუბნებიან, რა საკითხზე მოდიხართ, როდესაც უხსნით, რომ ჩვენ ვართ დასაქმების პროგრამიდან, ყველა კმაყოფილია და ამბობს, თუ გვეშველება, ჩვენ კმაყოფილი ვიქნებით, დაგვასაქმეთ. ფოთის დასაქმების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ნიკოლოზ რამიშვილმა ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობასაც გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქის ცენტრში გაიმართა. მინისტრის მოადგილე ფოთის მცხოვრებლებს ახლად შექმნილი უწყების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და აუხსნა, თუ როგორ უნდა მოხდეს დაკავშირება სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის. ნიკოლოზ რამიშვილმა მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხა. ის რაც ვიცოდი 20 წლის წინ ტექნოლოგიები მიდის ვითარდება. არ ვიცი და ამის აღიარება არ მწვენია. ანუ მე თუ რაღაც პროფესია არ ვიცი, ვითხოვ დატრენინგებას ან რაღაც კურსების გავლას. აი რამდენად ხელმისაწვდომი იქნება. მაგიტომაც არის პირველ ეტაპზე, რაც დავიწყეთ ჩვენ, რომ აღნიშნული ცენტრი დასაქმების სააგენტო გაიხსნა გადამზადების ფაზისში, სადაც იქვე გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული და იქვე ხდება გადამზადება. ეხლა მნიშვნელოვანი რა არის? როდესაც ანკეტები შეიძლება ინფორმაცია მოვა, ჩვენ გვეცოდება ვის ჭირდება გადამზადება და მეორე მხრივ ბიზნესიდან შემოსული ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, აი ამაზე არის მოთხოვნა, ის გადავამზადოთ. დასაქმების სააგენტოები ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება.